ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. Pulis გათეთრებისა და გავლენებით ვაჭრობის საქმეზე. ესპანეთის პოლიციის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა სოციალისტური პარტიის ყოფილი პრემიერის ოფისში ჩხრეკა უკვე ჩაატარა. ზაპატერო ჩვენებაზე შესაბამის უწყებაში 2 ივნისაა დაბარებული. ის კანონდარღვევებს უარყოფს. Asimismo, quiero volver a reiterar სურს მკაფიო და კატეგორიულად დავადასტურო, რომ არასოდეს მიმართავს არც ერთი საჯარო უწყებისთვის ან საჯარო სექტორის რომელიმე ორგანოსთვის პლუს ultras დახმარების საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად ვაპირებ სრულად გამოვიყენო ჩემი უფლება, დავიცვა თავი სრული სიმტკიცითა და რწმენით. toda la firmeza y toda la convicción. მიმდინარე გამოძიება 53 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფოებრივ დახმარებას ეხება, რომელიც ავიაკომპანია პლუს ultras COVID-19 პანდემიისას გაეწია. ზაპატეროს ტრანსპორტის სამინისტროზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, რომელსაც ბრალდების მტკიცებით ის ავიაკომპანიის გადასარჩენად სახსრების დამტკიცების მიზნით ახორციელებდა. სასამართლო იკვლევს, განხორციელდა თუ არა ეს დახმარება შესაბამისი წესების დაცვით და ხომ არ ჰქონდა ადგილი უკანონო ლობირებას გავლენის მოხდენის მიზნით. მოქმედი პრემიერი თანაპარტიელს მხარდაჭერას უცხადებს, რაც პარლამენტში მოსმენაზეც დაადასტურა ოპოზიციის მწვავე კითხვების პასუხად. Señor Sánchez, ayer un juez imputó a su faro moral. ბატონო სანჩეს, გუშინ ერთმა მოსამართლემ ბრალი წაუყენა თქვენს მორალურ კომპასს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბატონ ზაპატეროს სავარაუდო დანაშაულებისთვის. მათ შორისაა სახელმწიფო სახსრების მითვისება, ფულის გათეთრება, შიდა და საერთაშორისო გავლენებით ვაჭრობა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა. თქვენ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი ხართ. 3 კითხვა მინდა დაგისვათ. პირველი, როგორ ახორციელებდა ის ამ გავლენას თქვენს მთავრობაში? იგივე გესაუბრებოდათ? მეორე, აპირებთ თუ არა ახლა და აქვე დაუპირისპირდეთ ეროვნული სასამართლოს მოსამართლეებს, როგორც ეს გუშინ თქვენს ქვეშევრდომებს უგზავნეთ. და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რას აკეთებთ აქ? რატომ ამცირებთ ესპანეთის მთავრობას პრემიერობის თანამდებობაზე ყოფნით? Manchando un día más la presidencia del gobierno de España. Muchas gracias, señor. Toda la colaboración con la justicia. Todo el respeto a la presunción de inocencia y todo mi apoyo al presidente Zapatero. სრული თანამშრომლობა მართლმსაჯულებასთან, აბსოლუტურად სრული პატივისცემა უდანაშაულობის პრეზუმპციისადმი და ჩემი სრული მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრ ზაპატეროს. ბევრი რამაა ისეთი, რაც პრემიერ-მინისტრმა ზაპატერომ გააკეთა, როცა ის მართავდა ამ ქვეყანას. მათ შორის იყო ესპანეთის გამოყვანა არალეგალური ომიდან ერაყში, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და შესაბამისი უფლებებისა და თავისუფლებების გაფართოება, ასევე ბასკურის სეპარატისტული ჯგუფის ეტას დასასრული. მაგრამ მინდა ასევე ყველას შეგახსენოთ, რომ განსხვავებით ანზარისა და ბატონი რახოის მთავრობებიდან ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატეროს